ძველი ტელეფონი, ძველი ხმები, ძველი გემო, ძველი ფერი, ძველი სურნელი, ძველი ჰანგები და აწმყოზე მომართული ძველი რადიო. რადიო იმედის ეთერშია ძველი რადიო ნინო მეუნარგიასა და მიხეილ მინოშვილთან ერთად. ძველი რადიო. მიშა და ნინო დაგიბრუნდით ეთერში. ხო, 1 ივნისია, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება და ამ თემასთან მიმართებაში სატელეფონო ხაზია ჩვენი სტუმარი თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა. ბატონო ირაკლი, მოგესალმებით. მოგესალმებით, მივესალმები მსმენელებს. მადლობა, რომ ჩვენთან ერთად ხართ. ბატონო ირაკლი, ხვალ 1 ივნისს აღინიშნება ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე და საინტერესოა თბილისის მერია როგორ ემზადება ამ დღისთვის და რას პირდებით ჩვენს პატარებს. ხვალ ძალიან ლამაზად იქნება მორთული დედაენის პარკი, აქ 3 საათიდან იქნება უამრავი სხვადასხვა ტიპის აქტივობა. იქნება ზღაპრების კუთხე ბავშვებისთვის, სხვადასხვა სპორტული თამაშების კუთხე, იქნება მუსიკალური ნაწილი, გაფორმება, სახის მოხატვა, სხვადასხვა ტიპის მასტერკლასები და უამრავი სანახაობრივი წარმოდგენა, მათ შორის ჟირაფი შოუზეს ცნობილი წარმოდგენები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ეს ღონისძიებები თბილეულის კუთხე რა თქმა უნდა იქნება, მშობლებისთვისაც იქნება ბევრი გასართობი საშუალება, სადაც შეიძლება შვილებთან, ბავშვებთან ერთად ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობაში და რა თქმა უნდა ეს ბევრი აქტივობა, რაც წარმოდგენილი იქნება დედაენის პარკში, იქნება სრულიად უფასო მოქალაქეებისთვის და მოუწოდებთ მოვიდნენ ხვალ 3 საათიდან და კი ბატონო, და რომელ საათამდე გაგრძელდება აქტივობები და ეს ღონისძიებები? აქტივობები გაგრძელდება, ანუ აქტივობის საფინალო ნაწილი იქნება 8 საათზე, უკვე 20 საათზე იქნება კონცერტი. ძალიან საინტერესო პროგრამა. აქ იქნება წარმოდგენილი საბავშვო სიმღერები, თავისი ლამაზი გაფორმებებით. მშობლებს შეიძლება მთელი დღე გაატარონ ბავშვებთან ერთად დედაენის პარკში და ისვენონ. იქნება ფოტობას სივრცე, სადაც ასე ვთქვათ, დასამახსოვრებელ მომენტებსაც აღბეჭდავენ და მთელი დღე ძალიან საინტერესოდ გაატარებენ დედაენის პარკში. დიახ, და ბატონო ირაკლი, ალბათ ისიც აღსანიშნავია, რომ მოეწყობა ღია ბიბლიოთეკა, განსაკუთრებით როდესაც ახალგაზრდები არიან ჩართულები ამ პროცესში და იზრდება წიგნის მიმართ მათი ინტერესი, ეს არის ძალიან კარგი. ძალიან კარგი ინიციატივა, ესეც წელს გვექნება. ღია ბიბლიოთეკის აქტივობა, გარდა ამისა სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვისაც გვექნება სხვადასხვა სპეციალისტების ჩართულობით სხვადასხვა ტიპის აქტივობები და შესაბამისად მთელი ეს ღონისძიებები იქნება სრულად ადაპტირებული, მორგებული ყველა ტიპის ადამიანზე. ძალიან საინტერესოდ იქნება წარმოდგენილი და რა თქმა უნდა ვიზიარებთ იმ სხვადასხვა მოთხოვნებს, მოსაზრებებს, რაც ბავშვებს გააჩნიათ, მშობლებს გააჩნიათ და ყოველ წელს კიდევ უფრო განსხვავებული და მრავალფეროვანი პროგრამით. ბატონო ირაკლი, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია გვაქვს, რომ იქნება კიდევ კინოს კუთხე, ჭადრაკის კუთხე, ხელოვნების სახლების საგამოფენო სივრცე. რა თქმა უნდა იქნება კინოს კუთხეც, სპორტულ კუთხეს წარმოდგენილი იქნება ჭადრაკი, სხვადასხვა ტიპის ბურთის თამაშობები, სხვადასხვა სახეობებში, რაც მშობლებთან ერთად შეიძლება ჩაერთონ და რა თქმა უნდა მთელი დღე იქნება იმდენად დატვირთული და სასიამოვნოდ დამღლელი ყველა ბოლოს ეს კონცერტი, რომელიცაც დამთავრდება ეს პროგრამა, კიდევ უფრო გაალამაზებს ამ ყველაფერს და ვფიქრობ, რომ ყველა ისიამოვნებს. ბატონო ირაკლი, რაც შეეხება ის სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის თუ არის განკუთვნილი განსაკუთრებული შესაბამისი აქტივობები? დიახ. რა თქმა უნდა, აქ როგორც სპორტული თამაშები, ისე სხვადასხვა ტიპის ინტერაქტიული თამაშები არის.
გათვლილი მათთვის სპეციალისტების ჩართულობით და ყველანი ერთად ვიზეიმებთ ამ დღეს ეს დღე ყველასია და ვფიქრობ რომ ძალიან კარგი და ლამაზი დღე გამოვა. კი ბატონო და კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი რა შშმ პირთათვის ადაპტირებული იქნება ყველა გარემო და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. კი ბატონო და კიდევ ერთი თეკის კალიგრაფიის და გამოყენებითი ხელოვნების ვორქშოპები გაიმართება და ზოგადად რამდენად დიდია ინტერესი ახალგაზრდების და ბავშვების? ბოლო წლებში გამოიკვეთა რომ საკმაოდ მზარდია ინტერესი. ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი იყო ხარდაჭერილი ბოლო წლებში ამ მიმართულებით და ბოლო წლებში გამოიკვეთა რომ ახალგაზრდებს ძალიან დიდი ინტერესი გაუჩნდათ. თითქოს თავიდან ხდება ამ მიმართულების კიდევ უფრო თავიდან პოპულარიზება და ვფიქრობთ რომ ესეც საინტერესო კუთხე იქნება და საკმაოდ დიდი მიზიდულობის კი ბატონო იქნება ამ საერთო აქტივობებში. კი ბატონო და კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ რომ ეს ღონისძიებები და აქტივობები დასრულდება 20 საათზე საკონცერტო ნაწილით ხო? ხო, 20 დაიწყება. დაიწყება. 22 საათამდე ჩვენ იქ აქტივობებს შევინარჩუნებთ და საინტერესო დღე იქნება. კი ბატონო, ცენტრალური ღონისძიება დედაენის ბაღში შედგება. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ირაკლი. მადლობა. წარმატებებს გისურვებთ. სატელეფონო ხაზზე იყო ირაკლი გვილავა, თბილისის მერიის კულტურის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი. მან ისაუბრა 1 ივნის დაგეგმილ ღონისძიებებზე. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ხვალ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე გაიმართება. დღე არის და არაერთი ღონისძიება გაიმართება და ჩვენს პატარებს, ბავშვებს, ყველას კიდევ ერთხელ გვინდა წინასწარ მივულოცოთ თვალინდელი დღე და ასევე ჩვენ უკვე მივულოცოთ, მაგრამ კიდევ ერთხელ გვინდა აღვნიშნოთ მე და მიშამ, რომ დღეს პოლიციელის დღეა და ყველა პოლიციელს გვინდა მივულოცოთ დღევანდელი დღე და ასევე კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა გელა გელაძემ პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სამართალდამცველებს თავდადებისთვის მადლობა გადაუხა და გელა გელაძემ ასევე მადლობა გადაუხა და პოლიციელების ოჯახის წევრებს სამართალდამცავების თანადგომისთვის. მართლა ძალიან მნიშვნელოვანია ხვალინდელი დღე, ბავშვთა დაცვის დღე და ეს დღესასწაული ეს ამ საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაცია ესეთი ფედერაცია არსებობდა ქალთა საერთაშორისო ფედერაცია 59 წელს რომელსაც დაარსა. ეს დღესასწაული იმისთვის რომ ბავშვები მუდმივად განარიდონ ომის საშიშროებას. ბავშვები განარიდონ კონფლიქტებისგან შორს იყვნენ და შეექმნათ მათ შესაბამისი პირობები განვითარებისთვის, თავისი იდეების განხორციელების და იმისთვის რომ გქონდეთ ლამაზი და კარგი ბავშვობა და სწორედ ჩვენ აი პოლიციის დღე ახსენე ერთ-ერთი დანიშნულება სწორედ აი ამ ორგანიზაციისა პოლიციელებისა დიდი თავარი საქმიანობა სწორედ აი ამ მშვიდობის და აი ამ უსაფრთხოების უზრუნველყოფა. და ყველას უსურვოთ წარმატებები კიდევ ერთხელ მივულოცოთ. დღე ძალიან საინტერესო დღეს ანსამბლი მართვა ყველა მისის სასწაული ჯგუფი მართლა შეიძლება ითქვას პირველი იყო ესეთი საბავშვო ფოლკლორ ბიჭუნათა გუნდი ესე ერქვა თუმცა ეს ერთი გოგონა იყო მაიამი ფერიძე რამინ მიქაბერიძის ქალიშვილი სასწაულად ღერო და კრივანჭულს და მე ფიქრობ რომ აი ჩვენი თანამშრომელი გოჩა მაზანაშვილი სწორედ აი ერთ-ერთი მართვაში პირველ თაობის მართვაში ღეროდა და მან აი მისი მოწოდებით 1991 წელს ჰალეში გერმანიის ქალაქია შედგა სასწაული კონცერტი კოტემშვილდობაძე იყო ლოდბარი ნუ ეს წარმოიდგინე აქ რა სიტუაცია საქართველოში დაძაბულია ყველა გვიჩნობს როგორც რაღაცა ესეთი ძალიან არასტაბილური ქვეყანა და ამ დროს ეს პატარა ბავშვები დადიან ევროპაში მღერიან და საქართველოს შესახებ იცვლება მთლიანად მიდგომა რომ ეს არის ქვეყანა სადაც აი ესეთი ნიჭიერი ბავშვები არიან და სადაც ესეთი ბავშვები და სადაც ესეთი სასწაული სიმღერა აქვს და მე მახსოვს სულ ანზო ერქომაიშვილი სულ ამბობდა ხოლმე რომ აი ღირსება თუ არა გაქვს არ უნდა იმღერო და ეს იყო თავარი პრინციპი აი ამ მართვისა და სწორედ ეგ არის რა შეიძლება ხმა კონდეს მაგრამ ნამუსი არ კონდეს და ღირსება არ კონდეს მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ეს მართლა ულოცავი ამ თუ არ ვცდები 47 წლის გახდნენ უკვე და მოდით კარგი იქნებოდა რომ ახლა მართვა შესრულები 1991 წელს სწორედ ჰალეში შესრულებული მრავალჟამიერით დავასრულოთ ჩვენი საუბარი. და შემდეგ უკვე რა თქმა უნდა შემდეგ ბლოგში უკვე დიტო მარინაშვილთან ერთად დაგიბრუნდებით ამ ამბების სპორტული ცხოვრებიდან საინტერესო ეთერი გველოდება ასე რომ დროებით